2025 წელს ვაჯამებთ კომპანია ვინგლეთის ოფისიდან ანა კირკიტაძე გვერდდება ვინგლეთის დამფუძნებელი და მასთან ერთად მიმოვიხილავთ საქმიან ამბებს, სიახლეებს 2025 წლიდან და ცხადია ასევე ვისაუბრებთ 2026 წლის მოლოდინებზე. ანა, მადლობა მასპინძლობისთვის და მოდი დავიწყოთ 2025-ის შედეგების შეჯამებით, როგორი იყო, რამდენად შესრულდა ყველა ეს დასახული მიზანი დათქმულ დროში, რაც წლის დასაწყისში გაწერა კომპანიამ და რა არის ის სიახლეები, რომელიც დაგროვდა ვინგლეთის ანგარიშზე. მოგესალმები პირველ რიგში და მიესალმებით მაყურებელს. რა ვიცი, 2025 წელი ცოტა ისეთი წელი იყო აღმავალი, დაღმავალი, ან რაღაც პერიოდები გქონდა, როცა შედარებით უკეთ მიდიოდა ყველაფერი, იყო პერიოდები, როცა იყო ჩავარდნები, გამომდინარე გარემო სიტუაციებიდან, რა თქმა უნდა. თუმცა მეტნაკლებად სადღაც წლის მეორე ნახევრიდან მეტნაკლებად დასტაბილურდა სიტუაცია. დაემატა ახალი მიმართულებები საქართველოდან, ჩარტარების სახით, მაგალითად დოჰა, რომელმაც რაღაც ერთიანად მოიცვა ბაზარი და ამის გარდა, რა თქმა უნდა, ძალიან სტაბილურად მუშაობდა შარმალ შეიხი ანტალია, რაც ძალიან სტანდარტული და პრინციპში მუდმივად აქტიური მიმართულებებია. ამის გარდა ევროპის მიმართულებით იყო ცოტა შიშები, ზოგი ერიდებოდა დაგეგმვას რაღაც პერიოდით ადრე გამომდინარე იქიდან, რომ აქაც არასტაბილურობიდან გამომდინარე, არ იცოდნენ ვთქვათ, ერთი თვის მერე, ორი თვის მერე რა იქნებოდა. თუმცა ამ კუთხითაც მეტნაკლებად თავიდან უფრო ერთიანი ტალღა იყო და უფრო რთულად აღიქვა ყველა ბოლოსკენ, უფრო ეს ნაწილიც მეტნაკლებად დასტაბილურდა. და არ ვიცი, საერთო ჯამში შემიძლია შევაფასო როგორც საშუალო წელი, არც რაღაც დიდად კარგი არ ყოფილა, არც დიდად რაღაც მინუსებში არ წავსულა. 2024-ზე უკეთესია რამე მოვიდა საბოლოოდ. daახლოებით ალბათ 2024-ის ნაირი წელი იყო, ზოგადად წლიდან წლამდე ბიზნესებს ახასიათებს ხოლმე ზრდა, თუმცა ვერ ვიტყვი ამ ზრდას 2025-ზე გამომდინარე იქიდან, რომ იყო გარკვეული პერიოდები საკმაოდ ჩავარდნილი და რაღაც პერიოდებზე ამ ზრდამ დააბალანსა ის ჩავარდნა. შესაბამისად, დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც 2024 წელი, თუმცა უფრო უკეთესი მოლოდინები გვაქვს 2026 წლიდან და როგორ უყურებთ 2026-ში ბაზარს და ასევე მინდა რომ ორივე მიმართულებით ვისაუბროთ მოლოდინებზე, როგორც საკრუიზო, ასევე ავია თვალსაჩინო. ზოგადად კრუიზების ნაწილში კრუიზებს წლიდან წლამდე ზრდა ყოველთვის ახასიათებს. ხო, იგივე 2025 წელიც 2024-ზე უფრო კარგი იყო კრუიზების ნაწილში. იმიტომ რომ კრუიზები მაინც გვინდა არ გვინდა წლიდან წლამდე, რადგან ჩვენი ბაზრისთვის მეტნაკლებად ახალი პროდუქტია, უფრო მეტად გამოხატავს ზრდის ტენდენციას. დანარჩენად სხვა მიმართულებებით, რაც დაგვემატა ახალი, რაც აღნიშნო უკვე, ვთქვათ, ეგ მიმართულებებია, დაგვემატა რამოდენიმე ახალი ავიაკომპანია, low-cost carrier-ები, როგორც არის პირობითად EasyJet-ი, თბილისის ფრენებით, თბილისიდან ფრენებით და იმედი მაქვს, რომ მეტნაკლებად ვიზე არის კვლავ იქნება ჩვენ ბაზარზე, რადგან ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია კონკრეტულად ევროპის მიმართულებით და დაგვემატა ასევე სხვათა შორის ეტიჰადი, რომელიც დაიწყებს 2026 წელს ფრენას, ეს უკვე აზიის მიმართულებით, ემირატების და აზიის მიმართულებით ასეთი მაღალი დონის ავიაკომპანია პრინციპში ბევრი არ გვყავს ქართულ ბაზარზე და ესეც გარკვეულწილად საკმაოდ სასიხარულოა ხოლმე და იმედი მაქვს, რომ ვინგლეთის გეგმები რა არის უშუალოდ კომპანია? ჩვენ ისევ მივყვებით, ასე ვთქვათ, კრუიზების ნაწილს, ჩვენთვის ისეთი ძალიან სენსიტიური პროდუქტია, იმიტომ რომ გვიყვარს ზოგადად ეს მიმართულება და მართლა ვთვლი, რომ ყველაზე მეტი განმეორებითი ტურისტი ზუსტად კრუიზებზე გვყავს ხოლმე, ამიტომ ჩვენი ძირითადი აქცენტები ალბათ ისევ იქნება კრუიზების მიმართულებით 26 წელსაც. თუმცა არა მხოლოდ კრუიზების, ყველა მიმართულებით სრულ სპექტრს ფარავს ვინგლეთი, ცხადია და ამ მიმართულებებს უკვე იმ შედეგებს, რაც დაიდება 2026 წელს, ანასთან ერთად გავუზიარებთ კვლავ ჩვენ საქმიან მაყურებელს. მადლობა, წარმატებული 2026 წელი თქვენ და მთელს ვინგლეთის გუნდს, რომელმაც გვიმასპინძლა ახლა.